მინდა გითხოთ პირველ რიგში დღევანდელი დღეს თქვენი აქ ყოფნის მიზეზი. რატომ გახართ მოქალაქეების გვერდზე? აი, ჩვენ აქ ყოველდღე ვდგავართ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლა განპირობებულია კიდე იმით, როგორი სისასტიკით უსწორდებიან ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ყველანაირი მიზეზის გარეშე უბრალოდ აკავებენ და დაკავებულ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს უბრალოდ შემდგომ სასტიკად ცემენ. ძალადობენ მათზე, ზოგი საავადმყოფოშია, ზოგი კაპეზეზეა და ზოგი სად არის და ხალხს ვეძებთ. უბრალოდ ამ ყველაფერმა უკვე ისეთი ფორმა მიიღო, რომ ყველანაირ წესს, ნორმას, ღირსებას, კანონზე აღარ ვსაუბრობთ. ეს რაც ხდება უკვე კანონის მიღმა არის ძალიან დიდი ხანია და მე მინდა უბრალოდ იმ ხალხს, ვისაც ჯერ კიდე ოდნავ მაინც რაღაც ოცნების რაღაცა შერჩა, აი რაღაც მხარდაჭერა, გაიხსენეთ უბრალოდ 2012 წელს ეს ხალხი როგორ მოვიდა ხელისუფლებაში რა დაპირებით. ადამიანის ღირსების, ადამიანის პატივისცემის, რომ ადამიანი იქნებოდა ოცნების თურმე ზრუნვის ცენტრში. დღეს სამწუხაროდ ოცნებამ ნაცებს გაასწრო, ყველაფერში გაასწრო. უბრალოდ ეხლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმის შემდგომ უკვე 15 წელი გავიდა და ამიტომ ეხლა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ფორმები, რა ფორმებითაც დღეს ოცნება ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, წარმოუდგენელი, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ეს იმედგაცრუება კი არ არის. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ტრაგედია იმ ხალხის, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას ნორმალურ სამშვიდობოზე გაიყვანდა. სამშვიდობოზე კი არ გაგვიყვანა, მშვიდობას დაგვირდა და აგერ ომი გაგვიხსნა რუსთაველზე და კიდე არ ვიცი ხა ევროპას დაგვირდა და საბოლოოდ მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. სინამდვილე რომ გითხრათ ახლა აქ არანაირი მნიშვნელობა ვინ პოლიტიკოსი ხარ, ხელოვანი ხარ, საზოგადო მოღვაწე ხარ, ამას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ახლა რასაც ვაკეთებთ, ვიცავთ ჩვენი ქვეყანის ნორმალურ მდგომარეობას, ნორმალურს. როცა ქუჩაში გამოსვლა არ გეშინია, როცა შვილის ქუჩაში გაშვება არ გეშინია. ამ მდგომარეობას ვიცავთ და ამის მერე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი, იმიტომ რომ ესენი არანორმალურები არიან. აი ახლა ხანდახან უსმენ არ მინდა სახელების დავასახელო, არანორმალურები არიან, ხო? ადამიანები ფიზიკურად ძალადობენ, უსწორდებიან სასტიკად, ასობით ყოველ ღამე ადამიანს და ხლაპუშკები აღმოაჩინეს და საღებავები და კვერცხები თურმე ოფისებში რა და იქ ლამაზად დაალაგეს მოლოტოვის კოქტეილები, ყველა ძალიან კარგად ხდება, ეხლა როგორ აღმოჩნდა ეს მოლოტოვის კოქტეილები იქ. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება დღეს დაუდგეს ყველა დაპატიმრებულს, უკანონო დაპატიმრებულს, ყველა ადამიანს ვიზეც იძალადეს, ვინც დღეს ავადმყოფოშია და დაუდგეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, აი აქ მშვიდობიანი აქციის ფარგლებში და ამ ხალხს არა მარტო ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ, ამ ხალხს უნდა აუხსნათ, რომ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მშვიდობიან, ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპულ, ეროვნულ და ღირსებით სავსე ქვეყანაში და არა მი უღირსობაში, რასაც გვაყურებინებენ ყოველ დღე. თქვენ ბრძანეთ, რომ ოცნებამ ნაცებს გაასწრო. სწორედ ამიტომ ჩდება კითხვა, დარჩა თუ არა სივრცე ქართულ ოცნებასთან დიალოგის, მოლაპარაკების, საუბრის და ასე შემდეგ. ქართულ ოცნებასთან დიალოგის სივრცე კი არ დარჩა. ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი და ხვალინდელი დღისთვის სივრცე არის იმ ადამიანებთან საუბრის, რომლებიც ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას ხმას აძლევენ. მათ უნდა ვესაუბროთ. თორე ამ პრემიერს, რომელმაც ქვეყანაში ომია ყოველ ღამე 5-6 დღეა და დებატებში იწვევს ვიღაცებს. ხა არანორმალურ დებატებში როგორ უნდა, რაზე უნდა ელაპარაკო? ხო, ადამიანი, რომელიც ყოველ ღამე რუსთაველზე აქ თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე სასტიკად ძალადობენ, ცემენ, თავგატეხი თან სპეციალურად დაკავების შემდგომ თავის და სახის არეში ურტყავენ. აი ამ ქვეყნის პრემიერი გამოდის და ვიღაცებს დებატებში იწვევს, თურმე დებატები რა არის ეს დებატები? კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს და დაანახოს, რომ არანორმალურები არიან ამისთვის, ეს ხო წარმოუდგენელი რამეა. ვინმეს დებატები თუ უნდა გამოვიდეს და აი ამ ხალხს დაელაპარაკოს, იმ ხალხს, რომელიც გაბრაზებულია და მოითხოვს ორ რამეს, სასწრაფოდ გაანთავისუფლეთ ყველა უკანონო დაპატიმრებული და სასწრაფოდ დანიშნეთ ახალი არჩევნების თარიღი. ეს ორი მოთხოვნა უნდა იყოს, რომლის ირგვლივაც საზოგადოების სრული კონსენსუსი იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელი მე დღეს ვიყავი ჩვენი ერთ-ერთი თანაგუნდელი სასამართლო პროცესზე. რამაზ ფევაძე ადამიანი, რომელიც აი ყველანაირი მიზეზის გარეშე დააკავეს, ფიზიკურად იძალადეს და დღეს სასამართლო პროცესი კი არ იყო ეს. ეს ხო ჩვეულებრივი ცირკი. და ეს კლოუნები, რომლებმაც მე ხალხს წარმოედგინეთ ერთი რაღაცა, დღეს საქართველოში, თბილისში, ჩვენს დედაქალაქში ახალგაზრდებზე ძალადობენ ნიღბიანი ადამიანები, რომელ საუკუნეში ვარ. ეს 90-იანებიც არ არის. ფაქტობრივად ნიღბია, ვერ გაიგებ, ეს ზალოვანია, კრიმინალია, ბოქსიორია, შტანგისტია, რა ვიცი, ქუჩის ბიჭია, ვინ არის, ჯერ რა კაცობაა, ან ნიღაბი მოიხსენით, ან სახე დაგვარ ქალს რო ცემ, ნიღბიანი კაცი. მე არ ვიცი საერთოდ ეს ხალხი საიდან მოვიდა,
მე მესმის რომ მათ ნიღაბი ჩამოაცვეს და დაუსჯელობის გარანტია მისცეს. მაგრამ ეს ხომ მუდმივად ვერ გაგრძელდება. და ბოლო კითხვას დაგისვათ თქვენის ნებართვით გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოში ჩამოდის ევროპის საბჭოს მდივანი, მათ შორის შეხვდება მთავრობის მეთაურს პრემიერ ირაკლი ყობახიძეს. ეს ხომ არ არის ახალი თქვენი მხრიდან როგორც ერთგვარი შუამავლის ფუნქციის შესრულება და ახლა ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის, ანუ შარლ მიშელი 2. წარმოდგენა არ მაქვს რა საუბრობს. შუამავალი ევროპაში კი არ უნდა ეძებონ, ამერიკაში და გლობალური ომის პარტიასთან. შუამავალი ამ ხალხთან უნდა ეძებონ. და ამ ხალხთან შუამავალი არ იმუშავებს. ამ ხალხთან უნდა გამოვიდნენ და დაელაპარაკოს. და ყობახიძე ამ ხალხს ვერ დაელაპარაკა. ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და დაელაპარაკოს ამ ხალხს. მადლობა.